მოგესალმებით სილკ სპორტის მაყურებლებს და ორთაბრძოლების ყველა გულშემატკივარს. ჩვენი გადაცემა დაიწყება ვიზიტით დათო ქირიას ორთაბრძოლების აკადემიაში, სადაც ჩვენ შევხვდებით ძალიან საინტერესო და ფართომასებისათვის ჯერჯერობით უცნობ ძალიან მაგარ მებრძოლს მარიამ ტორჩინავას, რომლის შედეგი ამ მომენტისთვის არის 15 ბრძოლიდან 11 გამარჯვება. ჩვენ ვართ დათო ქირიას ორთაბრძოლების აკადემიაში, ვესაუბრებით მარიამ ტორჩინავას. ოს! ინერციას მიუყვები მე. ოკეი. ფეხები ბევრად სუსტია და მარტივად მოგაშორებინებს ამბებს სადასო. კერძე ზუსტად განაწილე. ანუ მე არ ვიყენებ ენერგიას, უბრალოდ მუშაობ. დავბრუნე გვერდზე, აქ ავიღო მისი იდაყვი, ისე ვნახე როგორ ტრიცეპსი ვიღებ, ისე ვბრუნდებ, მივაწექი და მიუყვები ამ უკეთ სიხეს ტრიალში. ეგ მოკეცინე, კი. მოკეცინე და ერთი ბრუნი, ერთი ბრუნი გახერხი კარგია. ობეურია. აი, შაკეტე, ავიდე მისკენ, წავიდე. აუ, იდეალური. შენ ახლა ძალიან ბევრი ეფექტური გამარჯვება გაქვს და ზოგადად აი რა უფრო როგორი სტილი უფრო გიზიდავს, აი როგორ გინდა რომ მოიგო, უფრო თქვათ დარტყმითი ტექნიკით თუ უფრო ჭიდაობით, აი როგორ გინდა რომ შემდეგი ბრძოლა მოიგო? ყოველთვის ჩემი ბრძოლები არის ხოლმე სამბიშენებით. ეხლა მინდა ეს ბრძოლა ჩავატარო დგომში, მაგრამ ვიცი რომ პარტერში გავაგრძელებ, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის განვითარდე დგომის მხრივ. შენი კოზირი არის შებოჭვები და გაგუდვები. ვიცით, მოდი გაგუდვა ვანახოთ მაყურებელს. მუცელში ურტყა, შეიძლება თავში დავარტყი, ისე მუცელში ხელი ჩატიო და მე ეგრევე შევიდე. ისე. მარიამი მოექცა მოწინააღმდეგეს ზურგს უკან, ცდილობს გაგუდვას, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე არ უშვებს არანაირად. ეხა აგვიხსენი, რა საკეთებ ამაზე? აი არ გიშვი. ხელი შემაქვს თითით. აი ისეზე ვაწოლებ. შეაძვირინა. და ვაფიქსირებ ამას. გადამამ და უკან უბრალოდ ადგილზე უჭერ. ეხა კიდევ ერთი მოძრაობა დავამატოთ აი ამ გაგუდვას. ვართ ძირს, მარიამი არის მუცლით, კერდით ტატამზე, მოექცა მოწინააღმდეგე ზემოდან, როგორც მარიამმა აგვიხსნა, ყურადღება გადაგვაქვს, მაგრამ არის ვარიანტები, რომ არ მიაქვს, აი ღონიერია, აი მართლა რა ღონიერია. არ მიაქვს ხელი. ღონიერია, აი ვერ ავაწევინე. არის საიდუმლო ტექნიკა. არა, საიდუმლო. ხო, აი ამ ლამას ფირზე მივაწვევით. აი ამ დროს შეიძლება შეუცუროთ ხელი, შეიძლება. ამას ქვია ღვიძლის ოპერაცია. ეს კი არის ტვინის ოპერაცია. მოკლედ ძლიერი გოგოა მარიამი რა და მოდი რა ხელებიც მეტკინა. დავიღალე. მოდი ჩემს მოგივრათ. აი ეს ლურჯი კაცი გავიხდი რა. ვაგზელებთ მარიამთან საუბარს. ახლა უკვე სტუდიაში მოგესალმებით ჩემ მარიამ. მოდი დავიწყოთ შენი ბოლო მოგებული ბრძოლიდან.
როგორც მახსოვს, ბოლო ბრძოლა შენ ტექნიკური ნოკაუტით მოიგე, თუმცა შენი სტილი მაინც უფრო მტკივნეულები და მახრჩობელები არის, ხო? დიახ, ჭიდაობა. ჩემი ბოლო ბრძოლა მე რა შედეგიც მინდა და ის ვერ მივიღე, საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ. ანუ ვაკეთებ ხელის მტკივნეულს ხშირად, ვაკეთებ მახრჩობელებს და ეხა ბოლო ბრძოლა დავასრულე ტექნიკური ნოკაუტით. ისახოცი. დაამთავრა საჭმა ყველაფერი. ოჩახ ქირიას აკადემიას. მარიამ, მოგვიყევი, საიდან დაიწყე ორთაბრძოლები საერთოდ? რა სახეობით დაიწყე, რა სახეობით გააგრძელე? მე როგორც ვიცი, ფეხბურთით დაიწყე, ხო? დიახ, სკოლიდან მოყოლებული თამაშობდი ფეხბურთს, თავი დავანებე და გავაგრძელე ძიუდო. ძიუდოში გავხდი საქართველოს პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონიც. რატომ გადაწყვიტე ძიუდოს შემდეგ შერეული ორთაბრძოლებით? არ ვიცი, უბრალოდ ესე რომ ვუყურებდი ბრძოლებს, ძალიან სიამოვნებდა და მეგონა რომ ჩემ თავს ამ სპორტში ვიპოვიდი. შენ წარმოადგენ ამჟამად დავით ქირიას ორთაბრძოლათა აკადემიას. მანამდე MMA სად დაიწყე და ვისთან? თავიდან მე რო პირველი ბრძოლა ჩავატარე, მიმიწვიეს ნაკრებში გურამ ფაიტში და იქ დავიწყე, იქ ავიდგი ფეხი, ასე რომ ვთქვათ, მანდ ვისწავლე და აქედან დავიწყე ჩემი სპორტული კარიერა MMA-ში. შემდეგ გავაგრძელე ქირიას აკადემიაში. ამჟამად ვინ არის შენი წვრთნელი და ვინ არის შენი შესაბამისად სეკუნდანტი ბრძოლების დროს? ამჟამად ჩემი წვრთნელი არის დავით ქირია. მეხმარება ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურად და კუთხეშიც ჩემთან დავით ქირიაზის. მინდა გითხრა, რომ ბრწყინვალე წვრთნელი ყავს, მსოფლიო ჩემპიონი სხვადასხვა ვერსიებში, რამდენიმე ქამრის მფლობელი არის. რავი, დათო ქირიასნაირები საქართველოს ღმერთმა უმრავლოს. რა როლს თამაშობს შენთვის ბრძოლის მიმდინარეობისას სეკუნდანტის შეძახილები? მე არ ვსაუბრობ წინასწარმომზადებაზე, თვითონ ბრძოლის დროს რამდენად ითვალისწინებ? მე როცა ბრძოლაში ვარ, შეიძლება ბევრ რაღაცას ვერ ვხედავდე და არ ვიცი საიდან რა გავაკეთო. როცა მეუნება ჩემი კუთხე რომ გადავიდე მეორე მხარეს, გადავდივარ ჩვეულებრივად, ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარედან რას მიძახიან, რას შემომძახებენ. მე ვუსმენ მაგათ. და ვითვალისწინებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება მაგ შეძახილმა ბრძოლა მომაგებინოს. მარიამ, ძალიან საინტერესოდ დაახასიათე შენი სეკუნდანტისადმი დამოკიდებულება. აი მაგალითად მე რო ყოფილიყავი შენი სეკუნდანტი, აი ამგვარად დაგეხმარებოდი და აი ასეთ რამეებს დაგიძახებდი. ჩერტე. კარგი. მოგეწონა. კარგია. მარიამ, დაოჯახებული ხარ? არა. სამიზნედ თუ ყავს ვინმე ამოღებული? ამ ეტაპზე კი. ის ხომ არ გიპირებს მოტაცებას? არა. წამო ჩვენ მოვიტაცოთ. როგორც უკვე გითხარით, მარიამს აქვს 15 ბრძოლიდან 11 მოგება და ვემზადებით მე-12 მოგების მოსაპოვებლად. მადლობა. ჩვენი გადაცემის შემდეგი ნაწილი ჩართვა საფრანგეთიდან, ქალაქ კოლმარიდან, სადაც ამჟამად ცხოვრობს ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონი ლევან ლაგვილავა სოხუმიდან. იგი ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე არის. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დაბრუნდება სოხუმში. გამარჯობა ლევან. მოგესალმებით სილკ სპორტის მაყურებლებს საფრანგეთიდან. ბავშვობიდან, თავიდან სადღაც 7 წლის ასაკში დავიწყე თავისუფალი ჭიდაობით. შემდეგ გავაგრძელე უკვე სადღაც 14 წლის ასაკისთვის კარატე კიოკუშინი. პირველად ჩვენ საქართველოში, როდესაც უკვე UFC, რომელიც დენა ვაითამდე იყო რა.
იყო ჩვენთან ასეთი ორგანიზაცია, რომელმაც სცადა აი ეს UFC-ის ფილიალი გაიხსნა და კიდეც გამოუვიდა წესები, ოქტაგონი დავარქვით უბრალოდ იქ UFC იყო ჩვენთან ოქტაგონი რახანს ოქტა 8-ს ნიშნავს 8 კუთხედი და აი ეს ჩამოიტანეს საქართველოში აი რეკლამები როგორც კი გამოვიდა ტელევიზორში ვიწევთ მებრძოლებს ეგრევე მივედი და ჩავეწერე იმიტომ რაღაც ბავშვობის ოცნება ამიხდა თითქოს მონაწილეობა მიმეღო შერეულ ორთაბრძოლებში რაც შეეხება ფეოდორ მელანიკოსთან ბრძოლას, ცოტა განსხვავებული წესები იყო. შეჯიბრიც გალიაში არ ტარდებოდა, ტარდებოდა რინგში, ჩვეულებრივ ბოქსის რინგში. მე უკვე ვიყავი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი ფეოდორთან შეხვედრამდე და სწორედ ამიტომაც ამირჩიეს იქ იმდროინდელმა მენეჯერებმა, რომ ფეოდორ შეხვედროდი. ტურნირს ასე ერქვა. Грузинские чемпионы против тульских бойцов. ჩვენ ქართველებს ყველა თითქმის ყველა იყო რაღაც სტილის ჩემპიონი. მაგალითად რინგსის ჩემპიონი, სუმოს ჩემპიონი ყავდა ერთი ასეთი ჩვენი მეგობარი იყო ბოქსის ჩემპიონი. მე ვიყავი ორთაბრძოლების ჩემპიონი რა. ამ ბრძოლა წესების გარშე ბაიბის правил მაშინ ასე და მინსკში გავხდი ზუსტად 2 თვით ადრე გავხდი ჩემპიონი და ამან გამოიწვია ერთ-ერთი ის რომ მე აქ ჩამწერეს და ყველაზე ძლიერ მებრძოლს შემახვედრეს იმ ტურნირზე იმიტომ რომ მე ვიყავი ერთადერთი ვისაც ჰქონდა ეს ტიტული რომელიც უკვე რინგსი ან სუმო ან ბოქსი კი არა მართლა MMA-ის ჩემპიონი ვიყავი იქ ადგილობრივ ტელევიზიაში სულ უშვებდა ფედორის მომზადებას და რო აი ემზადება და მომავალი ჩემპიონი და ასეთ და იქ ჩემს კადრებს დებენ ჩემი ბრძოლები და ის ჩემზე ემზადებოდა აი როგორც მე კი ფედას სულ არ ვიცნობდი ანამდე არც მისი მით უმეტეს საიდან მეცოდინა ბრძოლები არ ქონდა ის იყო სამბოსა და ძუდოს ჩემპიონი აი ბაივოის სამბოს ქონდა მოგებული საბრძოლო სამბოს რო ეძახიან და მაგრამ ის თვითონ ფედორი იყო მომზადებული იმენა ჩემთვის რა ყოველი ჩემი ისინი გადახედული ქონდათ ბრძოლები და როცა გამოვედი მიუხედავად ამისა სადღაც 8 წუთამდე ვებრძოლი მომზადებელი ყავ და მქონდა მომენტი როდესაც დავიჭირე აი ფეხზეც დავიჭირე ორჯერ გამაშვები ამ საჯმა მაგრამ ყველაზე მთავარი მომენტი ის იყო რომ მე დავიჭირე მახრჩობელაილეთზე და აღა სხვანაირად არ მინდა ქებასავით გამომივიდეს მაგრამ 6 ბრძოლა მაქვს აი კაზნოვსკისაც ფინალში მახრჩობელათი მოუგე დამთავრებული ჩემი საუკეთესო ილეთია ერთ-ერთი რო იტყვიან აი როგორ ყველაზე უფრო მიყვარს და გამომდის და ძალიან ბევრი პიროვნება მაქვს გაგუდული რო იტყვიან სპორტულად რინგშიც და რინგს გარეს და სეტკაშიც და ძალიან უამრავი და ოფიციალურ ბრძოლებში 6 მოგება მაქვს ამ გაგუდვის ილეთი და სწრაფად დამთავრდა ფედაც როგორ ჩავიგდე ხელში მეგონა რომ ბრძოლა მოვიგე უკვე იმიტომ მეგონა რა მოგებული იყო ბრძოლა საჭს რო არ გავეჩერებინე და რახანს გალი არ იყო რინგის კაის კანატები რასაც ბაგირები ამ ბაგირებზე როცა აწვევი არის ასეთი იგი დაზღვევის ის რომ არ გადავარდეთ მებრძოლებს აჩერებენ გაყავთ ცენტრში რინგის და იქ თავიდან იგივე პოზიციაზე აგრძელებებიან ბრძოლას ეს არის წესი ეს წესი ყველა მიცის იქ და მე რომ ფეოდორს ერთ-ერთი შეტევის შემდეგ აბერკოტიც გაუტარე გვერდიდან დარტყმაც გაუტარე და ბოლოს მოვაჯექი კისერზე ზურგზე უკვე ჩახვევი როგორც აი ჯიუ-ჯიტსუს და გრაპლინგის წესებით არის ყველაფერი ხუთიანზე მქონდა ან უნდა დაერტყა ხელი ან უბრალოდ გაიგუდებოდა რა აზრს დაკარგავდა მაგრამ პრობლემა იყო საჯი მოდის და მაჩერებს მე არ მინდოდა გაშვებ ეგ ვიდეოს თუ დავაკვირდებით ვეკამათების საჯ ჩანს ისიც და რო ჩამომსვა მე ვიფიქრე ცენტრში დამაბრუნებ და იძახის ფაით რა გააგრძელოთ ბრძოლა და მივხვდი რომ ეს ლიტველი საჯიც რახანს ტულაში იყვნენ მე კი გავიგე რომ იქაურმა ორგანიზაციამ მათ შეპირდა რინგსის ლიტვას ჩამოყალიბებაში და ამიტომ ისეთი სიტუაცია იყო რომ ჩვენ ვიგებდით 4-0-ს რა მე თუ მოვიგებდი ჩვენი გუნდი იგებდა იმიტომ 9-9-ზე იყო
სამწუხაროდ ჩემს მერე ყველამ წააგო და ჩვენ წავაგეთ იქ უკვე 5-4 წავა. სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ჩემი ტრამვა უფრო რთული იყო ვიდრე მეგონა. ევროპაში დავრჩი, სპორტის მიტოვება მომიწია, მკურნალობაზე გადასვლა, გავიდა წლები და ამჟამად ცხოვრობ საფრანგეთში, მაგრამ სპორტს მაინც ვერ შევეშვი მიუხედავად ექიმების დაჟინებული მოთხოვნისა. რაც შეეხება კამრებს, ეს კამრები არის ინგლისში მოპოვებული, ან ნაგარაც აწერია და ერთი არის გერმანიაში. მებრძოლებში ჩავეწერე მეც და ჩემი შვილებიც ჩავწერეთ, მაშინ მოვიგეთ კამრები, გავიმარჯვე ერთ-ერთ უძლიერეს მებრძოლებთან, რომელსაც მაგალითად ფინალში ვისაც შეხვდით 300-ზე მეტი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული MMA, გრაპლინგი, ჯიუ-ჯიტსუ და კიკბოქსინგში რა, სხვადასხვა სახეობებში. ტიმები მეკითხებოდნენ საიდან მოხვედი, ყოველ წელს გამოვდივართ ნაგაზეო და გამოხვედი და ახლა ქებაში არ ჩამიდვალოთ, მაგრამ ძალიან ადვილად მოუგე და გაკვირვებულები იყვნენ მეუთხარი, იმიტომ რომ უკვე სადღაც 10 წელზე მეტი იყო გასული, შეიძლება და 15-იც, რომ შეჯიბრზე არ ვიყავი გასული იმ ტრამვის გამო რისკი დიდი იყო, მაგრამ დრო რო გავიდა ეს ჩემი ტრამვა ცოტა შეიცვალა და აქედან გამომდინარე გავვედე და გავრისკე და მაინც სული დავიკმაყოფილე. უკან რასაც ხედავთ მედლებს, ეს არის ჩემი შვილების ლევანი ლუკა და ლეა ლაგვილაობის მიერ მოპოვებული მედლები. მადლობა მოწვევისთვის, დაგემშვიდობებით სილკ სპორტის მაყურებლებს და ყველას მოკითხვა საფრანგეთიდან, ქალაქ კოლმარიდან. იმედია მალე შევხვდებით საქართველოში ჩემს ბიჭებთან ერთად. დიდი მადლობა ლევან, ვიმედოვნებ რომ ძალიან მალე შევხვდებით აი ამ სტუდიაში ჩვენ შენ შვილებთან ერთად, შენ ჩემპიონ ოჯახთან ერთად, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. გისურვებ წარმატებებს, მოგებას და მოგებას, მთელს ოჯახს. დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. Hasta la vista, baby.